აი ეს ველურები სასამართლოში მიწყავთ შეკრებილი და მანდატურებს რო ეძახიან, ხალხზე რო ძალადობენ. და პატრულს რომ მოუწოდე რომ ამ ძალადობის ფაქტზე რეაგირება გაეკეთებინა და ნუ აი ძალიან დაძალებით რაღაცნაირად რო ეს გააკეთა და მე არ ვიცი ორი ცალი პატრულის თანამშრომელი დგას ახლა ამ ველური ათეულის შესაკავებლად რომელიც სასამართლოშია. კარგი ერთი რაც მოხდა ის არის რომ პატრულის თანამშრომელს რო უხსნიდი რომ საპატრულო პოლიცია იყო ის ერთ-ერთი საამაყო რეფორმა რომელიც ამ ქვეყანაში განხორციელდა და რომ უყურებ რა დღეში არიან ახლა გული მწყდება ამაზე და რომ აუხსენი რომ აი ეს ფორმა რომელიც მათ აცვიათ იყო დრო და მოქალაქეებს ეიმედებოდათ და ამ ნდობას და იმედს რატო ფლანგავენ აი ეს კითხვა რომ დაუსვი ესეთი პასუხი გამცა რომ ჯერ მკითხა რამდენი წლის ვარ და რო უთხარი 44-ის თქო ხო ნანახი გაქო რომ არავის არასდროს არაფერი არ შერჩენიაო და დრო ყველაფერს დროში ყველაფერი გასწორდებაო ანუ პატრულის თანამშრომლებმა ზუსტად იციან რომ ძალიან ცოტა დრო დარჩათ აი ამ ჯალათებს და ტერორისტებს იმისთვის რასაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გაკეთებენ ეს უკვე რიგითმა პოლიციელებმა ძალიან კარგად იციან და რაღაცნაირად უნდა მივახციოთ ის მას რომ მაგათმაც ხმა ამოიღონ და ჩვენს გვერდში დადგნენ